Equari, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. Shota Dilam Shvidobis. Dilam Shvidobis Shota. Dilam Shvidobis ბაჩოხატია მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და დღეს როგორც დაანონსეთ, ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი. დღეს ვისაუბრებთ ბავშვობის და პუბერტატის პერიოდში არსებულ ჭარბწონასთან და სიმსუქნესთან დაკავშირებით, ასევე ბავშვებთან როგორ უნდა იყოს კვება დალაგებული, როგორ უნდა ავაწყოთ, რას ნიშნავს უჭმელი ბავშვი, ამაზეც რო ვისაუბროთ და დეტალურად გავივლით, ასე ვთქვათ, იმ მდგომარეობებს, რაც ახასიათებს ხოლმე აი ამ პერიოდისათვის კვებით დარღვევებთან დაკავშირებით. მოვიწვიეთ არაჩვეული სპეციალისტი ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ბავშვთა ენდოკრინოლოგი ქალბატონი ანჟელიკა ქარდავა. დილამ მშვიდობის ანჟელიკა. მშვიდობის, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. სანამ პათოლოგიაზე ვისაუბრებთ და მდგომარეობაზე, ანჟელიკა, როგორი არის ზოგადად ტენდენცია ბოლო წლებში იმატებს თუ არა სიმსუქნე ჭარბიწონის მაჩვენებელი ბავშვებში? სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში ჭარბიწონის გავრცელება არის მზარდი. ჯანმოს 2025 წლის მონაცემებით ეს მონაცემები უფრო და უფრო მეტად იზრდება და ფაქტობრივად 10-დან 1 ბავშვს უკვე უფიქსირდება წონის პრობლემა, ანუ ჭარბიწონა. და რა არის, ასე ვთქვათ, აი ამ სტატისტიკის ესეთი მატების მიზეზი, რა შეიძლება იყოს? ერთ-ერთი მიზეზი და უპირველესი ეს არის არაჯანსაღი კვება, ჭარბი კალორიების მიღება, აქტივობის შემცირება, ეკრანთან გატარებული დროის გახანგრძლივება, ეს არის ძირითადი მიზეზები, რასაც არის გამოწვეული ჭარბი წონა. დიახ. ასევე სანამ უფრო დეტალურად ჩავსვით ამ ჭარბწონასთან დაკავშირებით, ზოგადად რა არის, ასე ვთქვათ, ნორმალური კვების რაციონი, რაც ბავშვმა უნდა მიირთვას, რაც არის რეკომენდებული დღის განმავლობაში. ნორმალური დღის რაციონი ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გადანაწილებული 3 ძირითადი კომპონენტით, ეს არის ხილი და ბოსტნეული, რომელიც უნდა იკავებდეს ესე ვთქვათ, დღის რაციონის ნახევარს, ანუ თებშის ნახევარი, ძირითად კვებებზე აუცილებელია, რომ იყოს ხილი და ბოსტნეული და მეორე კომპონენტი ეს არის ნახშირწყლები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახშირწყლები იყოს რთული ნახშირწყლები და არა მარტივი ნახშირწყლები, ისეთი როგორიც არის ტკბილეული, ცომეული და ასე შემდეგ და უმჯობესია, რომ მარცვლოვანი ბურღულეული კულტურით იყოს უმეტესად გამდიდრებული. ხოლო რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ეს არის ცილები და ესეც ასევე უნდა იკავებდეს თებშის მეოთხედს. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალცილოვანი პროდუქტები შევთავაზოთ ხოლმე ბავშვებს, ისეთი როგორიც არის თევზის ხორცი, ფრინველის და საქონლის ხორცი და კვერცხი და ცხოველური წარმოების ცილები, როგორიც არის ყველი, ხაჭო, იოგურტი და ასე შემდეგ. აი ხშირად არის ხოლმე, ასე ვთქვათ, ბავშვი ამბობს, რომ მას არ უნდა ხორცის მირთმევა, ან არ უყვარს ხორცი. ესეთ შემთხვევაში თუ არის რამე პროდუქტი, რაც ამ ხორცს ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, ესე ვთქვათ, ჩამნაცვლებელი პროდუქტი არ არსებობს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს მშობელი, მისი ოჯახის წევრები, რომ ეს პროდუქტი, ანუ ხორცი შემოიტანოს, შეიძლება არ იყოს მაგალითად კატლეტის სახით, მაგრამ შემოიტანოს სხვა სახით, რითაც მოაწონებს ბავშვს და მის გემოვნურ რეცეპტორებს ამ ხორცს, იმიტომ რომ მისი ჩამნაცვლებელი, ესე ვთქვათ, უნივერსალური პროდუქტი არ არსებობს და მუდმივად აღჭირდება, რომ სხვადასხვა ვიტამინები, მინერალები მივაწევდოთ ამ შემთხვევაში. დიახ, აი თუ არის ანა ესეთი მდგომარეობა, რომ თქვათ ბავშვი რაღაც გარკვეულ პროდუქტებს, თქვათ ხორცი, თევზი, კვერცხი რაღაცაზე ამბობს უარს, კატეგორიულ უარს, ასე ვთქვათ. ესეთ შემთხვევაში ბავშვის მიმართვიანობა საჭიროა ენდოკრინოლოგთან, კვების ფსიქოლოგთან, თუ როგორ უნდა დაალაგდეს მდგომარეობა? ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში კონდეს, ესე ვთქვათ, ოქროს წესი არის, რომ ოჯახში კონდეს მაგალითი და ამოვიღოთ არაჯანსაღი საკვები და მაქსიმალურად ვაჩვენოთ თუ რას მივირთმევთ ჩვენ, ანუ ჯანსაღ საკვებს და თუ მაინც და მაინც ძირითადი კომპონენტების მიმართ აქვს ბავშვს, ესე ვთქვათ, უარყოფა, ჯობია რომ მაინც ამ შემთხვევაში მივმართოთ კვების ფსიქოლოგს, რომელიც გაგვარკვევს თუ რა მიზეზით არის განპირობებული, როგორ შეგვიძლია რომ მივმართოთ ეს ახალი წესები ოჯახში, მის გარემოში, რომ შეეჩვიოს ახალ კვების
რაციონს, ხო? დიახ. აი ხა ახსენეთ თქვათ როცა ბავშვი არ იკვებება კარგად ვიტამინების დამატება ასე ვთქვათ. ესეთ შემთხვევაში პროფილაქტიკურად ხდება ხოლმე ვიტამინების და მინერალების მიცემა ბავშვთან თუ ანალიზებია საჭირო და კვლევების ჩატარება? არა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გავიაროთ კონსულტაცია ან პედიატრთან, ან ბავშვთა ენდოკრინოლოგთან, რომელიც ჩაატარებს სპეციალურ კვლევებს, შეგვიძლია რომ გავაკეთოთ კვლევები, რკინის დეფიციტი არის, B12-ის დეფიციტია, სხვადასხვა მინერალების დეფიციტთან გვაქვს საქმე, თუ რა პრობლემა არის და კონკრეტულად სადაც დეფიციტია, იმაზე ვიმუშაოთ, ანუ ამ შემთხვევაში დავნიშნოთ მედიკამენტი. თუმცა პირველ რიგში აუცილებლად ყოველთვის ჯობია რომ კვებით მოვახდინოთ ეს მინერალების წყარო მოვიპოვოთ კვებით და მხოლოდ შემდეგ ვეცადოთ დანამატების სახით შევთავაზოთ ხოლმე პაციენტებს ბავშვებს. დიახ. და ასევე ხადო დაუბრუნდეთ სიმსუქნის საკითხს, ასე ვთქვათ, ბავშვებთან როგორ ხდება სიმსუქნის გრადაცია, ასე ვთქვათ, ჭარბი დიდებთან ვიცი ვთქვათ სიმსუქნე, ჭარბი წონა პირველი, მეორე ხარისხი ასე შემდეგ. აი ბავშვებთან როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მართვა? კი ბატონო, მოზრდილთა ასაკისგან განსხვავებით ბავშვებში ვიყენებ სპეციალურ სქესის და ასაკის მიხედვით შედგენილ ცხრილებს, რომელთაც პერცენტულური ცხრილები ეწოდებათ. აქ აღნიშნავთ, რომ ამ პერცენტილურ ცხრილზე დაიტანება ბავშვის ასაკი, წონა, სქესი, თუ წონის მიმართებით გვჭირდება ეს პერცენტილური ცხრილი და განსაზღვროთ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად თუ აღემატება 95%-ს, ესე იგი უკვე დგას ჭარბი წონის პრობლემა, ხოლო 95%-დან უკვე ვიძახით, რომ ეს არის სიმსუქნე და არა ჭარბი წონა ამ შემთხვევაში. ამიტომაც არ არის მნიშვნელოვანია აუცილებლად რომ არა ამ მომენტისთვის დაფიქსირდეს როგორი წონა გვაქვს, არამედ ტენდენცია როგორი არის, ანუ ერთი დროის განმავლობაში არამედ მუდმივად ვაკონტროლოთ ბავშვის წონაც და სიმაღლეც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ზრდადი ორგანიზმი, რომლის ესე ვთქვათ სხეულის მასის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება სიმაღლისა და წონის მიხედვით, მუდმივად ცვალებადია ბავშვთა ასაკში, ხო? დიახ. აი ბავშვთა ასაკში თქვათ როგორ არის დაშვებული წლის განმავლობაში წონის ნამატი, თქვათ სიმაღლის ნამატი ხო გვაქვს ხოლმე, აი წონის ნამატი რამდენი შეიძლება იყოს, რომ ნორმად ჩათვალოს მშობელმა? ამისთვის ვიყენებთ ესე ვთქვათ კონკრეტული მაჩვენებლები არ გვაქვს, ისევ და ისევ, იმიტომ რომ ეს არის სიმაღლესთან მიმართები და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გენეტიკა გვაქვს ამ შემთხვევაში და ისევ ვიყენებთ პერცენტილურ მრუდებს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გვაქვს აჭიმვისა და ჩამგვალების პერიოდები ბავშვთა ასაკში. ეს არის 1-დან 3 წლამდე, როდესაც ვეძახით ჩამგვალების პერიოდს და 7-დან 10 წლამდე, ანუ როდესაც წონის მატება, აღემატება სიმაღლის მატებას, ხოლო ეს არის ფიზიოლოგიური და ისედაც შესამჩნევია სიმაღლესთან შედარებით წონაში უფრო მეტად ვიმატებთ. ხოლო პუბერტატის ასაკში უკვე სიმაღლე უნდა ასწრებდეს წონას და შესაბამისად პუბერტატის ასაკში არ უნდა იყოს წონის მატება, რადგან ისედაც ენდოკრინულად ჰორმონების ბუმი არის ორგანიზმში და დამატებით კიდევ წონის მატება, რაც გამოწვეულია უმეტესად არაჯანსაღი კვებით არ არის სასურველი. დიახ. აი პუბერტატს დაუბრუნდით, იქამდე ხატია საკითხვა, დიახ ხატია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შოთა, მიხარია რომ დაგვიბრუნდი დიდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოგვენატრე. მივესალმები შენ სტუმარს და აი მშობლებისთვის მექნება ერთი კითხვა ორივესთან თქვენთან. რამდენად სწორია, როგორც ჩვენ ვიზრდებოდით, რომ აუცილებელი იყოს ადგილზე ჯერ პირველი აუცილებლად უნდა მიგვერთვა და ეს უნდა ყოფილიყო წვნიანი და შემდეგ უნდა ყოფილიყო მეორე კერძი სადილზე. ეხლა ისევ მიზანშეწონილია ეს გაიდლაინი თუ არ არის წვნიანი აუცილებელი ყოველდღე მივართვათ ბავშვებს? ესეთი მიმართება პირდაპირ წვნიანის არ არის, როგორც ვთქვი, მთავარი არის, რომ იყოს ბოსტნეული რაციონში, 5 წილით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი მის დღის რაციონში, ბავშვის რაციონში ბოსტნეული და რა სახით შევთავაზეთ, ამ შემთხვევაში დიდად მნიშვნელოვანი არ არის. უმჯობესია შევთავაზოთ იმ სახით, რომელიც ბავშვს მოსწონს, შეუძლია რომ მიირთვას და შესაბამისად, ესე ვთქვათ, კონკრეტულ
სტანდარტული მიმართება ამ მხრივ არ არსებობს და ასევე კიდევ მინდოდა დამემატებინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა ასაკში კვება უნდა იყოს მრავალჯერადი, ანუ უნდა იყოს საუზმე აუცილებლად, რადგან ხშირად ვაწყდები ამ პრობლემას ჩემს პრაქტიკაში, რომ საუზმის გარეშე მიდიან ხოლმე სკოლაში ბავშვები, რაც არასწორი არის და შესაბამისად უნდა გქონდეს ორი პატარა წახემსება მაინც კვებაზე, რომელიც მოიცავს ხოლმე ხილს ან იოგურტს ან რძის ნაწარმს, ხომ, სუფუკა პატარა წახემსება აუცილებელიც უნდა იყოს. დიახატი, ანუ მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ აი ეს ბოსტნეულში რაც არის ვიტამინები და მინერალები, ჩვენ ასე ვთქვათ, აი ეს მოთუშულის სახით მივიღებთ, ცოცხალის სახით მივიღებთ, წვნიანი სახით მივიღებთ, ეს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ ეს ბოსტნეულში არსებული შემადგენელი კომპონენტები რაც არის, რომ აუცილებლად მოხდეს ჩვენს ორგანიზმში. ცოტა კიდევ ერთი კითხვა მექნება, გამოვიყენებ მომენტს. აი განსაკუთრებით თინეიჯერებში ძალიან მოდაშია ვარჯიში და ბიჭებში უფრო პროტეინების მიღება და ასე შემდეგ. აი ამ მიმართულებით ვინც გატაცებულია ამ სპორტის სახეობით და პროტეინებით, რას ურჩევდით, რომ თქვათ წონაში ზედმეტად არ მოიმატონ ან რაღაცა ხანდახან ფუვდებიან კიდევაც, მე მგონი არასწორი მიღებით. სამწუხარო რეალობა არის, რომ ამ ბოლო დროს ესე ვთქვათ, ესეთ დანამატების მიღება გახშირდა და არ არის ხოლმე პროფესიონალის მიერ ეს ყველაფერი დადასტურებული და მოწოდებული, უმეტესად ვიყენებთ ხოლმე ინტერნეტ წყაროებს, სადაც არ არის სრული ინფორმაცია ამ დანამატების შესახებ. ეს ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი, თუ როგორი ხარისხის დანამატებს მიიღებს კიდევ ეს მოზარდი ბავშვი, ხომ? არ არის არანაირი რეკომენდაცია, რომ დამატებით მივიღოთ ესეთი დანამატები. ისევ და ისევ განმეორდები, რომ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ჯანსაღი კვება და მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ არაჯანსაღი პროდუქტები, ასევე სასმელები, როგორც არის გაზიანი სასმელები, ტკბილი ხილის წვენები, არც ეს არ არის ორგანიზმისთვის ჯამთელი და შესაბამისად დანამატების სახით არც ერთ დანამატს არ უწევ რეკომენდაციას ამ მხრივ. არსებობს სპეციალური თუ დატვირთვა არის და ეს არის სპორტული, პროფესიონალური დატვირთვა ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ჯობია რომ მივმართოთ სპორტის მედიცინის წარმომადგენლებს, რომელთაც ზუსტად იციან თუ როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ ეს დანამატები უფრო ჯანსაღად ამ შემთხვევაში. ზოგადად დანამატებთან დაკავშირებით კლინიკური კვლევები არ ტარდება ხოლმე და დანამატებს არ ჭირდება კლინიკური კვლევები, მაგრამ ასევე არ არის ინფორმაცია 18 წლამდე, რადგან ზოგადად კლინიკური კვლევების ჩატარება 18 წლამდე ისედაც არ ხდება ხოლმე, ძალიან შეზღუდულია. აქედან გამომდინარე ამ დანამატებს თქვათ ეს იქნება პროტეინი, ელკარნიტინი თუ ასე შემდეგ, ან ცილის მაღალი კონცენტრაციის შემცველობის პროდუქტი, რა გავლენა შეიძლება ქონდეს მომავალში თქვათ მამაკაცის სასქესო განვითარებაზე, ჰორმონალურ ბალანსზე და ასე შემდეგ, ცნობილი ბოლომდე არ არის. ასევე აი გაფუება ახსენე შენ ხატია და ეს უფრო კრეატინისთვის არის დამახასიათებელი, როცა კრეატინს იღებენ, ეს გაფუება, იმიტომ რომ წყლის დარეზერვებას ახდენს ორგანიზმში და ამას შეიძლება მერე თირკმლის ფუნქცია, ღვიძლის ფუნქცია გარკვეულად შეცვალოს. შესაბამისად, ესეთი რაღაცების გამოყენება ზოგადად პუბერტატის გარდატეხის პერიოდში და 18 წლამდე რეკომენდებული არ არის. ანი, ასევე მინდა კითხვა, ჩვენ ვახსენეთ ახლა რაციონი ბავშვებთან და ხაზი გაუსვი, რომ საუზმე აუცილებელია ამ შემთხვევაში. აი, როგორ დაალაგოს მშობელმა ერთი მაგალითი რო აუწყოთ, ასე ვთქვათ, დღის რაციონი რეკომენდაციის სახით, როგორი უნდა იყოს ბავშვის, როდის დავიწყოთ დილა, ასე ვთქვათ. დილა რა თქმა უნდა უმჯობესია რომ დავიწყოთ 9 საათამდე მაქსიმუმ ასე ვთქვათ 10-ის ნახევრამდე შესაბამისად შეიძლება იყოს ეს 8 საათი 9 საათი მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია რომ ბავშვი იყოს გამოღვიძებული და არა ასე ვთქვათ მძინარე მიირთვას საკვები დილით მნიშვნელოვანია ისევ და ისევ როგორც განმეორდები ეს არის ნახშირწყლოვანი პროდუქტი უმჯობესია რომ გქონდეს რომელიმე ბურღულეულის მარცვლის ფაფა რომელთან ერთად მივთვეთ რაიმე პროტეინს, როგორც არის ან ყველი, ან კვერცხი, ან შეგვიძლია მაგალითად თევზის ფილე შეიძლება იყოს დანამატის სახით, ხომ? და მესამე კომპონენტი ეს შეიძლება იყოს ხილი, გააჩნიათ კბილი საუზმე გვექნება მოტკბო საუზმე, თუ უფრო ნეიტრალური საუზმე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ბოსტნეულის სახით გქონდეს
რომელიმე ბოსტნეული. ესე ვთქვათ, კონკრეტული ერთი ბოსტნეული არ არის აუცილებელი, მაინც და მაინც მივაწოდოთ დილა იქნება შუა დღე. მთავარია რომ ბავშვი იყოს კმაყოფილი და მოისურვოს ამის მირთმევა. ყოველთვის ეცადეთ რომ თუ პატარა ბავშვებზე გვაქვს 7-8 წლის და უფრო მცირე ასაკის ბავშვებთან გვაქვს საუბარი, მაქსიმალურად შეალამაზოთ ხოლმე ესთებში, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ბავშვთა ასაკში. კიდევ ერთი ესე ვთქვათ ხშირი მითი არის, რომ მაინც და მაინც ჩაი უნდა მიირთვან, ან კაკაო უნდა მიირთვან დილით, ეს არ არის აუცილებელი, უბრალოდ შეგვიძლია ხილი მივირთვათ, წყალი მივირთვათ და ესეც საკმარისია დილის საუზმის შემთხვევაში, ხო? დიახ, შემდეგ წახემსება როდის უნდა იყოს? წახემსება უნდა იყოს 2 საათნახევარში, 3 საათში მიახლოებით, არ არის აუცილებელი ზუსტად 2 საათში იყოს ეს წახემსება, აქაც შეგიძლიათ რომ მცირეოდენობით თხილეული იყოს, რომელიც ჯანსაღი ცხიმების წარმომადგენელია და აქაც ჯანსაღ პროდუქტს მივანიჭოთ, მაგალითად ნუში, ნიგოზი ძალიან კარგი არის ამ შემთხვევაში. შეგვიძლია რომ იყოს რძის ნაწარმი პროდუქტი იოგურტის სახით, მაწვნის სახით, კეფირის სახით, ხო? და შეგვიძლია ასევე ისევ და ისევ ჩავანაცვლოთ ხილით, რაც ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მრავალფეროვანი იქნება ამ შემთხვევაში საუზმის წახემსების ვარიანტებიც. დიახ. ასევე მინდა კითხო ვახშამთან დაკავშირებით, აი ეხლა სტანდარტულად ვიცით, რომ დაწოლამდე 3-4 საათით ადრე უნდა იყოს ვახშამი. აი ბავშვების შემთხვევაში როგორი უნდა იყოს? მცირე ასაკის ბავშვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ 8 საათზე უფრო მეტი ხანი არ იყოს ხოლმე შიმშილის პერიოდი, იმიტომ რომ მათ მუდმივად ესაჭიროებათ ენერგიის წყარო და სწრაფი ხარჯვა აქვთ, ანუ მეტად იყენებენ ენერგიას. ამიტომაც ჯობია რომ 8 საათზე მეტი შიმშილის პერიოდი არ გქონდეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ 9 საათზეც გქონდეს პატარა წახემსება, ხოლო 7-8 საათისკენ ესე ვთქვათ სრულყოფილი ვახშამი იყოს. დიახ. და აი ძილთან დაკავშირებითაც მინდა ასე ვთქვათ ორი სიტყვით ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ასაკთან მიმართებაში ძილის გრაფიკი. ძილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბავშვთა ასაკში, იმიტომ რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც აქტიურად გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, რომელიც პირდაპირ კავშირშია წონის მატებასთან, ზრდასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, იმისთვის რომ ეს ჰორმონი გამოიყოს, აუცილებელია დროულად დავიძინოთ, ძილის ფაზები იყოს დალაგებული და შესაბამისად მნიშვნელოვანია აქვე ჩავართავ ეკრანთან დრო მაქსიმალურად იყოს შეზღუდული ძილის წინა პერიოდში, რადგან ეს იწვევს ძილის ფაზების დარღვევას და შესაბამისად თუ არის ძილი დარღვეული, არ არის სრულფასოვანი, ამ შემთხვევაში ხდება სტრეს ჰორმონის ჭარბად გამოყოფა, რაც იწვევს ინსულინორეზისტენტობას, რომელიც ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არის ჭარბი წონის, ხო? არა მხოლოდ მოზრდილთა ასაკში, არამედ ბავშვთა ასაკში რისი მატების ტენდენციაც ამ ბოლო წლებში საკმაოდ გვაქვს, ხო? აქტიურად. აი ხატიას კიდე კითხვა, დიახ, ხატია გისმენთ? ფაქტიურად ისე საინტერესოდ საუბრობთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცით ჩვენს მაყურებელს, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მექნება. ძალიან ხშირად მშობლები, აი როდესაც ითხოვენ საკვებს, აი ძალიან ხშირად მინახავს, რომ ლოგინშივე მაწონს აძლევენ გვიან 12 საათზე, პირველ საათზე და ეს გრძელდება ხოლმე სადღაც მე-5 მე-6 კლასამდე და რამდენად მიზანშეწონილია მაინც დაწოლის შემდეგაც მაწონის მიცემა ბავშვისთვის? ესე ვთქვათ, ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორ მდგომარეობასთან გვაქვს, თუ არის რაიმე ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც გვაქვს ჰიპოგლიკემიის მაღალი რისკი, რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ მივაწოდოთ საკვები, ეს იქნება მაწონი თუ რაიმე სხვა. მაგრამ სხვა შემთხვევაში, ესე ვთქვათ, საწოლში ან აქტივობის დროს, თამაშის დროს კვება არ არის სწორი, ეს აყალიბებს არასწორ კვების სტილს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგიდასთან იყოს კვება ეკრანის გარეშე და ძალიან კარგი იქნება თუ ეს იქნება ოჯახურ პირობებში მაქსიმალურად გასაგებია ისედაც რომ ძალიან ყველანი დაკავებულები ვართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ ეს იყოს ოჯახურ გარემოში, სადაც მოხდება ბავშვის მიერ დათვალიერება თუ როგორ ხდება მშობლების მიერ კვება, როგორი კომუნიკაცია არის მათ შორის, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომაც ესე ვთქვათ საწოლში სანამ გაიღვიძებს ესე ვთქვათ საჭმლის მიწოდება თუ ქრონიკულ რაიმე დაავადებასთან არ გვაქვს საქმე, ჯობია რომ არ გავაკეთოთ ხოლმე.
დიახ, ანუ ქცევების ჩამოყალიბებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რადგან აი ეს ქცევითი მომენტები ხშირად აისახება, თქვა, დიდად ამას ყურადღება შეიძლება მშობელი არ აქცევდეს, მაგრამ მომავალში მერე ძალიან აისახება ხოლმე ბავშვის მეტაბოლიზმზე და ბავშვის პათოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით მერე გამოიხატება პუბერტატის პერიოდში. აი პუბერტატის პერიოდში, როდესაც არის ანა სიმსუქნე და ჭარბიწონისკენ მიდრეკილება, ესეთ შემთხვევაში რა ცუდი გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმზე? სიმსუქნე ეს არის ესე ვთქვათ პირდაპირ ცხიმოვანი ქსოვილის მატება, უმეტესად ანუ არაჯანსაღი მატება, რასაც ვსაუბრობთ. როგორც ვიცით, ცხიმოვანი ქსოვილი ეს არის ჰორმონების, ანუ სასქესო ჰორმონების წყარო, ამიტომ რაც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ბალანსი დარღვეული, ისედაც პუბერტატის ასაკში, ანუ გარდატეხის ასაკში არის ჰორმონების დისბალანსი, რადგან ყალიბდება გოგონებში და ბიჭებში სასქესო ორგანოები და ეს მამაკაცისა და ქალის ჰორმონების დისბალანსი იწვევს შემდეგ სიმსუქნის, ანუ ჭარბიცხიმის არსებობის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ დისბალანსს, ამ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ციკლის დარღვევები, არასწორად ჩამოყალიბებული ციკლი, მენსტრუაციის პრობლემები, ვაჟებში შეიძლება გქონდეს გინეკომასტია და ქალური ჰორმონის, ანუ ესტრადიოლის მატება, რის შემთხვევაშიც ენდოკრინოლოგის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, კვების გამოსწორებასთან ერთად. დიახ. და ბოლოს ანა სანამ თავშიდობი ჩვენს მაყურებელს წყალთან დაკავშირებით მინდა კითხვა ასევე, რა რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს ბავშვებმა და ასევე თუ ანაცვლებს წყალს, თქვათ, აი კომპოტი, წვენი და ასეთი პროდუქტები. ესე ვთქვათ, წყალი მნიშვნელოვანი ნივთიერება ჩვენთვის, ყველა პროცესები წყალზე არის დამოკიდებული ჩვენს ორგანიზმში და უმეტესი ნაწილი შედგებით წყლისგან, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ესე ვთქვათ, მუდმივად ისევე უნდა ჩვენს პაციენტებს განახლდეს ეს წყლის მოლეკულები ჩვენს ორგანიზმში, ამიტომაც აუცილებელია, რომ მუდმივად მივირთვათ წყალი. რაც შეეხება რამდენი უნდა მივირთვათ, აუცილებლად ბავშვთა ასაკში არის წონის მიხედვით გათვლილი წყლის რაოდენობა. თუ გვაქვს 20-25 კილოგრამამდე ბავშვი, ამ შემთხვევაში სადღაც ლიტრი და 200 უნდა მიირთვას ბავშვმა. აქვე დავამატებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი აქტივობა აქვს ბავშვს, თუ აქტივობა მეტი არის, ამ შემთხვევაში უფრო მეტი წყალი უნდა მიირთვათ. რაც შეეხება 20-დან 40-45 კილოგრამამდე, ამ შემთხვევაში სადღაც ლიტრანახევარი, ლიტრა და 800 ითვლება, ხოლო 40 კილოზე მეტი შემთხვევაში 2 ლიტრიც იყოს, 2 ლიტრანახევარიც გააჩნია, როგორ წონასთან გვაქვს საუბარი და როგორი აქტივობა გვაქვს, ხო? აქ მე დავიწყდა, მე თქვა, რომ წონასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი არის აქტივობა და ბავშვთა ასაკში მინიმუმ 60 წუთი ბავშვი უნდა იყოს აქტიური. კვირის გადანაწილების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია 3 დღე დავუთმოთ ხოლმე წონით ვარჯიშებს, როდესაც ხდება ხოლმე თვითონ კუნთის მასის გაზრდა, რაც ძალიან ხელს უწყობს ხოლმე ძლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას. დიახ, ფიზიკური აქტივობა ბავშვთა ასაკში ძალიან აუცილებელი, ეს იქნება ცურვა, ცეკვა თუ ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა ანა გითხრა, ისეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ენდოკრინოლოგიის ეროვნული